რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში მკვლევარ გოგა თუშურაშვილისა და კინორეჟისორ გიორგი მრევლიშვილის სხდომები დასრულდა. თუშურაშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 11 დღე შეუფარდა, მოსამართლე ლელად საგარეიშვილმა კი მრევლიშვილს 7 დღე. ორივე დაკავებულს გზის ხელოვნურად გადაკეტვა დასდეს ბრალად. ჩვენი ჟურნალისტი ნუცა ბახუტაშვილი გვერდება საქალაქო სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ნუცა, რა ხდებოდა სხდომებზე? ხო, ამ ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ყველა პროცესი უკვე დასრულებული არის. სულ რამდენიმე წუთის წინ ბოლო გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა და გოგა თუშურაშვილს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელს 11 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობდა სხდომაზე პროცესები. დაცვის მხარემ არაერთხელ მოითხოვა სხდომის გადადება იმისათვის, რომ ჰქონოდათ საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არც ერთხელ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ასევე მიუთითებდა იმაზე, რომ იგი საპროცესო სტანდარტების დარღვევით იყო საქმეს დართული მტკიცებულებები მოპოვებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, თუმცა არც ეს შუამდგომლობა გაითვალისწინა მანუჩარ ცაცუამ და დაუშვებლად არ ცნო ის მტკიცებულებები, რომელთა საქმიდან ამ ორი რიცხვასაც მოითხოვდა ადვოკატი. ასევე ადვოკატი უთითებდა, რომ სხდომა მთლიანად მიმდინარეობდა საპროცესო კოდექსის დარღვევით და შესაბამისად სხდომა უნდა გადადებულიყო, თუმცა პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ დაცვის მხარის არც ერთი მოთხოვნა არ გაუზიარებია მოსამართლე მანუჩარ ცაცუას, თუმცა საპირწონედ სრულად დაეთანხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შუამდგომლობას, მათ შორის მათ მოთხოვნას, რომ სამართალდამრღვევად ეცნოთ გოგა თუშურაშვილი და პატიმრობა შეეფარდებინათ. მისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებდა იმაზე, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით გოგა თუშურაშვილი არ ღვევდა ამ კანონს. საპასუხოდ გოგა თუშურაშვილმაც და მისმა ინტერესების დამცველმაც ისაუბრეს იმაზე, რომ ეს კანონი თავად არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა ამის საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იშველიებდნენ კანონქვემდებარე აქტებს, რომლებსაც ახლანდელი ეგრეთ წოდებული მინისტრის გელა გელაძის ხელმოწერა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ზოგადად ცალკეულ დღეებში თუ ხალხის რაოდენობა მოიკლო, ეს განპირობებულია იმ არაკონსტიტუციური კანონებით, რომლითაც მე მასამართლებთ და არა იმით, რომ პროტესტი სადმე გაქრა. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსთაველზე გზა უნდა გადაიკეტოს. თქვენ ახსენეთ, რომ 500 ლარიანი ჯარიმა გაქვთ. 5000 ლარიანი ჯარიმა გაქვთო. ეს 500 ლარიანი ჯარიმა ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში მივიღე. მაშინ ჯერ კიდევ ხალხმრავალი პროტესტი იყო. დარწმუნებული ვიყავი, რომ სრულიად უსამართლოდ გამომიწერეს ეს ჯარიმა და სასამართლოში სამართლის საძიებლად მოვედი. ძალიან ვღელავდი. 5000 ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს, რომელიც სხვათა შორის თქვენ განიხილეთ, უკვე ნაკლებად ვღელავდი, რადგან ვიცოდი სამართალს ვერ ვიპოვიდი. არც მის საძიებლად მოვდიოდი აქ. რაც შეეხება გუშინდელსა და დღევანდელ დღეს, სიმართლე გითხრათ, მე საერთოდ აღარ ვღელავ და აღარ მაინტერესებს 1, 2, 10 თუ რამდენ დღეს შემიფარდებთ. მე ციხეში რამდენ დღესაც გავატარებ, დარწმუნებული ვიქნები, რომ უფრო ნაკლები დრო დარჩა გამარჯვებამდე. შეკრებითა და მანიფესტაციის უფლება გოგას არ დაურღვევია და ამის მტკიცებულება არც ერთი არ იყო წარმოქმნილი. მტკიცებულება იყო აპელირება კონკრეტულ ფაქტზე, აპელირება რომ გოგა იყო სავალ ნაწილზე, რაც არც უარ გვიყვია, იყო სავალ ნაწილზე, მაგრამ იყო სრულად იყო ეს ყველაფერი დაცული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. და ვინმეს თუ გონია, არ ვიცი, ხა მოსამართლეს, არა მოსამართლეს თუ გონია ის რომ კონკრეტული აქტი არც ერთ შემთხვევაში შეიძლება არ ექცეოდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მიმაჩნია, რომ ამ ადამიანს ფუნდამენტურად არასწორად ისმის გამოხატვის თავისუფლების არსი და შინაარსი. კი, მორიგი უსამართლო გადაწყვეტილება მარტივენაზე რო ვთქვა, ვიტყოდი ესე, რომელიც მიღებული იქნა მოცემული რეპრესიული კანონმდებლობის პირობებშიც კი მიღებული იქნა როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური ნორმების დარღვევით. კიდევ ერთი პატიმრობის გადაწყვეტილება მოსამართლე ლელად საგარეიშვილს ეკუთვნის. მან კინორეჟისორი გიორგი მრევლიშვილი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გიორგი მრევლიშვილს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ის დღეს დილით მცირეწლოვან შვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აიყვანეს. არ ვეთანხმები საერთოდ ამ ეგრეთ წოდებულ კანონს, რომელიც ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მიერ არის მიღებული და რომელიც არის რეპრესიული და ცდილობს ჩახშოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება. ის, რაც ჩვენ ამ ვითარებაში გვაქვს და როგორც შეგვიძლია რომ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი.
ბავშვი მიყავდათ ექიმთან და ამ დროს მოხდა ჩემი ძმის დაკავება. როგორც ვიცი, გუშინდელ გზის გადაკვეთას ედავებოდნენ. პროტესტი ალბათ გაგრძელდება, იმიტომ რომ თუ კი ქვეყანაში პროტესტი არ იარსებებს ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, მაშინ დემოკრატია დაიწყებს ყდომას. ჩემი ძმა ელოდა, რა თქმა უნდა, ანუ ამ 7 დღიანი პატიმრობის ნამდვილად არ ეშინია და არაფერი, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული არაფერი არ არის რა. შეიძლება საშელი იღირდეს იმათ, რომ ქვეყნის ბრძოლა გააგრძელოს. ბუნებრივი პროცესია. კანონდარღვე არ ჩაუდენია ჩემს, იმიტომ რომ მე არ ვიცნობ მეორე ადამიანს, რომელიც ასეთი კანონმორჩილია ქვეყანაში. პროცესების პარალელურად მოქალაქეებისა და აქტივისტების დევნა მასობრივად გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ბოლო 2 კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოქმედებული არის ქვეყანაში გამკაცრებული ადმინისტრაციული კანონმდებლობა, დაკავებული არის სულ 109 პირი იურისტების შეფასებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ასევე სასამართლო ახლა რთულ მდგომარეობაში არის, რადგან მათ აღარ ჰყოფნით ადამიანური რესურსიც კი იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ამხელა სამართალ წარმოებას და ამდენი დაკავებულის პროცესის წარმართვას.